ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ირაკლი. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ბეგო რა? ოი, უკაცრავად, ირაკლი ამერია. ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. მე გითხრა გამთქვი რომ მე ვარ ბეგო. არა, შენ ჩემნაირი ლოყები არ გაქვს ირაკლი, მე ვარ ბეგო. ახლა ეს რა არის ამიხსენი, რასაც ეკრანზე ვხედავ? ეს არის ანიმაცია ესეთი. აბა? სკრეჩი გაკეთებული, აბა, ეხლა მწვანე დროს შესვამ. დავაჭერ, ყველაფერი გამოჩნდება. აბა, მოდი გვაჩვენე. ეს. გვაჩვენე. რა მაგარია, რა კარგი მუსიკა. ირაკლი, გამოგდე, თორემ მე ასე ვერ გავჩერდები, ვიცეკვებ, ვოიმე. კაი. მუსიკა მესმის ხოლმე მაშინაც ცეკვა მინდება. ვა, რა მაგარია, ირაკლი, ამას ესე იგი ბავშვებს ასწავლი როგორ გააკეთო? კი. რა მაგარია. მოდი, დრო არ დავკარგოთ და დავიწყოთ. ძალიან კარგი. როგორც ალბათ თქვენ უკვე იცით, ეს კატა ისევ არ ჭირდება და მოდით წავშალოთ. არის რა ეს კატა რა მოკლედ რა, არავის არ ჭირდება რა. და ეხლა შევიდეთ სექციაში აირჩიეს პრაიდში და გადავიდეთ სპორტის სექციაში. და აირჩიოთ კალათბურთის ბურთი. კალათბურთის ბურთი. ეხლა გადავიდეთ კოსტიუმებში, ამ ბურთის კოსტიუმებში, ესეთებში და ავირჩიოთ, აქ გადავიდეთ აირჩიე კოსტიუმში. და ისევ გადავიდეთ სპორტის სექციაში. და აქ უნდა ქვემოთ ცოტა ჩამოვწიოთ და ავირჩიოთ ფეხბურთის ბურთი. და ნახეთ ეხლა ჩვენ სამ ბურთს აქვს ორი ცალი კოსტიუმი. კალათბურთის ბურთი და ფეხბურთის ბურთი. ოღონდ ეხლა ნახეთ. ჩვენ აქ ესეთი მსგავსი ბურთი ჩოგბურთის არ გვაქვს და ამისთვის ჩვენ უნდა ის გადმოვიწეროთ. ეხლა ეს როგორ ხდება? აქ თქვენ ვიდეოსთან გამოგიჩნდება ღილაკი, მასალა. კი, ხოდა შეუძლიათ გადმოგაჩვენ ეს რაც იქნება ფაილი, ხო, დაარქივირებულია და გახსნიან ჩვეულებრივად. ეხლა მივიტანო და აქ მაუსი, არჩიე კოსტიუმთან და აქ ავირჩიოთ ესეთი სულ პირველი ღილაკი, კოსტიუმის ატვირთვა. აქ თქვენსადმე გექნებათ ეს ფაილი, სპორტი. წინასწარ გადმოწერილს გულისხმობ, ხო? კი. და აქ არის ბურთი და მოედანი. ჩვენ ახლა ჭირდება მარტო ბურთი ჯერჯერობით. ჩოგბურთის ბურთი, ვაიმე რა მხელა არის. კი, ცოტა დიდი არის. ეხლა დავაჭიროთ აი ამ ღილაკს. ავირჩიოთ ჩვენი ბურთი და ცოტა დავაპატარავოთ. ცოტა კი არა, კაი ბლომად უნდა დავაპატარავოთ. კი. კიდე დიდი არის. მოდით ახლა იცით რა გავაკეთოთ, რომ შევადაროთ ზომა. დავაკოპირებთ თქვათ. აქ ეს კალათბურთის ბურთი აქ ჩავსვათ და ზომები ესე მიუსადაგოთ. მოდით ახლა და აქ დავაპატარავოთ ამ ჩვენი კალათბურთის ბურთის მიხედვით. კიდევ გავადიდოთ. ეხლა ეს კალათბურთის ბურთი მოვნიშნოთ და წავშალოთ და ეს ჩვენ ჩოგბურთის ბურთი ჩავსვათ შუაში. ირაკლი, ესე იგი ერთად დაალაგეს სამი ბურთი, ხო? კი. კალათბურთის, ფეხბურთის და ჩოგბურთის. გასაგებია. იცი რა მაინტერესებდა, თანმიმდევრობის გამოცვლა ხო შეიძლება? კი, ამისთვის ვთქვათ ახლა ჩოგბურთის ბურთი რომ იყოს პირველი ვთქვათ. უბრალოდ აი ესე დავაჭიროთ. და ესე შეგვიძლია გადავიტანოთ. მაუსის მარცხენა ღილაკს არ გაუშვათ და ესე გადავიტანოთ. გავიგე. ეხლა გადავიდეთ სცენაში და აქ ავირჩიოთ აირჩიე ფონი. ისევ ავირჩიოთ სპორტი და ჯერჯერობით ავირჩიოთ კალათბურთი. ისევ იგივე გავიმეოროთ და ავირჩიოთ უკვე აი ფეხბურთი. პირველი ფონია ეს ზურგჩანთა ერთი, მოდი წავშალოთ. მოდით ახლა გადმოვიტანოთ ჩვენი ფაილიდან ჩოგბურთის მოედანი, რადგან აქ ის არ არსებობს სამწუხაროდ. გასაგებია. სკრეჩმა არ გაგვიმზადა და მოდით გადმოვიწეროთ ის. მივიტანოთ მაუსი აქ აირჩიე ფონთან და ავირჩიოთ ისევ ფონის ატვირთვა. და აქ ახლა ავირჩიოთ მოედანი. ორჯერ დავაწყაპუნოთ და
და აი ესე ცოტა გავადიდოთ. აჰა. ნახეთ აი ამ მოთხუთხედში იდეალურად რომ მოთავსდეს. გასაგებია. ცოტა კიდე უნდა ხო ირაკლი? კი. აი კიდე ცოტა ისე დავარკვირო და ეს. და მოდით ახლა დავიწყოთ კოდის წერა. ყველაზე საინტერესო ნაწილი კი. ჩვენი პროექტის. გადავიდეთ აი ახლა კოდში და ავირჩიოთ ჩვენი ბურთი. ახლა პირველ რიგში გადავიდეთ მოვლენების სექციაში და ავირჩიოთ როდესაც აჭერ მწვანე დროშას. ახლა გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გადადი x აქ დავუწეროთ 0-ში და y აქ დავუწეროთ 15-ში. რომ აი აქ მოთავსდეს ჩვენი ბურთი. შუაში ხო ირაკლი? კი. შემდეგ გარეგნობაში გადავიდეთ და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გადაერთი კოსტიუმზე და ავირჩიოთ ბასკეტბოლ, ანუ კალათბურთი. კალათბურთის ბურთი. შემდეგ გადავიდეთ მართვის სექციაში და უნდა ავირჩიოთ ეს ბლოკი. იცადე ერთი წამი. მაგრამ აქ ჩვენ უნდა დავუწეროთ ესეთი ცოტა უცნაური რამ. 7.22 წამი. რატომ? ამგხსენიობა? იმიტომ რომ ეს ცოტა დავამთხვიე დრო. აი ხომ იცით დასაწყისში რომ ჩანდა იქ ამზად ხარ? აჰა. იქ წარწერა მიყო და დავამთხვიე რომ უნდა დავამთხვიე. ანუ რადგან წარწერაც არის რომ წარწერასთან დაემთხვეს ეს ყველაფერი ხო? აჰა, გავიგე. ნუ ეს გამოჩნდება როცა აწყობ რა მე. ახლა ავირჩიოთ ეს ბლოკი მუდმივად და გადავიდეთ მართვი მოძრაობის სექციაში უბრალოდ. და ახლა ნახეთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ეს ბლოკი ისრიალე 1 წამი. ისრიალე 1 წამი. და აქ დავუწეროთ 0.47. ანუ 0.47 იწერება. ეგეც ცოტა დრო დავამთხვიე ახლა მე. და x-ი დავტოვოთ 0 და y-ი კიდევ -122. ახლა მოდით ეს ბლოკი დავაკოპიროთ. მარჯვენა ღილაკი მაუსით დავაწყაპუნოთ და დავაჭიროთ აქა დუბლირებას. აჰა. რო სხვებისთვისაც გამოიყენო ხო ირაკლი? კი. აჰა. ახლა აქ უბრალოდ დავუწეროთ 0.4 წამი. შევაერთოთ ეს ორი ბლოკი. და კიდევ აქ y-ში ახლა უნდა დავუწეროთ 15. ეს შევაერთოთ. მოდით ნახოთ ჯერჯერობით რა გამოგვივიდა. აბა. ნუ ჩვენ ცოტა ახლა 7 წამი უნდა მოვიცადოთ. აჰა. დავიცადოთ. მანამდე აქ წარწერა იქნება. აი ჩვენი ბურთი აქეთ-იქით მოძრაობს. ეს მივხვდი ირაკლი, მივხვდი 7 წამი წარწერა იქნება, სანამ ეს დაიწყება. ხო მართალია? გავიგე. ახლა ავირჩიოთ მოვლენებიდან პირველი ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. და დავაკოპიროთ ეს ბლოკი, იცადე 7.22 წამი. დუბლირება გავაკეთოთ და აი აქ ჩავსვათ. ახლა ეს ყველაფერი შევაერთოთ. კიდევ ერთი ბლოკი უნდა ავიღოთ ესეთი, იცადე 1 წამი და აქ დავუწეროთ 0.5. 0.5. შემდეგ გარეგნობაში ავირჩიოთ ეს ბლოკი, მომდევნო კოსტიუმი. შემდეგ გადავიდეთ მართვაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი, მუდმივად. მუდმივად. ისე უნდა ავიღოთ ახლა ეს ბლოკი, იცადე 1 წამი და აქ დავუწეროთ 0.9. ეს თითქმის იგივე არის რაც 1 წამი. ახლა გადავიდეთ გარეგნობაში და ავირჩიოთ ბლოკი, მომდევნო კოსტიუმი. მოდით ახლა ვნახოთ რა გამოგვივიდა. კიდევ ისე უნდა 7 წამი მოვიცადოთ. ვაიმე 7 წამი. როდესაც ჩვენი ბურთი დავარდება, ძირს დაეცემა. დაეცემა, ის იცვლის კოსტიუმს. აჰა, ბურთები იცვლებიან, გასაგებია. ახლა გადავიდეთ სცენაში და ჩვენს ფონს უნდა დავუწეროთ ახლა კოდი. და ახლა ნახეთ, იმისთვის ჩვენ რომ არ ვიწვალოთ ახლა, შეგვიძლია აი ავიღოთ ეს კოდი. აი ესე. და ჩავაგდოთ იქ, დავაკოპიროთ. კი, სცენაში ესე. მივხვდი. ჩავაგდოთ. ეს კოდი აქ დარჩება, მაგრამ აქ დაკოპირდება. რა მაგარია. აქ ახლა მომდევნო კოსტიუმის მაგიროთ უნდა ავიშვოთ ესეთი ბლოკი, მომდევნო ფონი. აი აქაც. ახლა ავჩიოთ მოვლენები და ავუჩიოთ პირველი ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას.
შემდეგ გარეგნობაში გადავიდეთ და ავირჩიოთ პირველი ბლოკი. გადაერთი ფონზე და გავუჩიოთ ბასკეტბოლ 1. ბასკეტბოლ 1. ანუ კალათბურთის ფონი. ეხლა მოდი დავაჭიროთ შეინახე ახლას და ვნახოთ ჯერჯერობით რაც გამოგივიდა, იმიტომ რომ უმეტესი ნაწილი ჩვენ უკვე გავაკეთეთ. დავაჭიროთ სწორედ დროშას და ვნახოთ. ისე უნდა მოვიცადოთ ცოტა. აი რა გამოგვდის. რა მაგარია. აუ, მოიცა მუსიკაც ხო უნდა იყოს ირაკლი. კი, მუსიკა აუცილებლად. აჰა. ეხლა მოდით გადავიდეთ აქ ჩვენს ბურთის კოდში და ეხლა გადავიდეთ ხმების სექციაში. და ჩვენ აუცილებლად ეხლა უნდა გადმოვიწეროთ ჩვენი მუსიკა. ანუ იმ ფაილში ასევე ის მუსიკაც არის მოთავსებული. ესე იგი ირაკლი, იმ ფაილში იქნება ჩოგურთის მოედანი, ჩოგურთის ბურთი და ეს ერთი მელოდია, ძალიან კარგი ფონური მუსიკა მაშინ. ახლა მივიტანოთ მაუსი აქ ხმის არჩევასთან და ავუჩიოთ ხმის ატვირთვა. და ეხლა გამოგვიჩნდება ესეთი, როგორ ვქო, ფაილი, მუსიკა. მუსიკალური ფაილი. კი. ორჯერ დავასკაპუნოთ და ეგ გადმოიწერა. ეხლა გადავიდეთ კოდში და გადავიდეთ ხმის სექციაში და ავირჩიოთ მეორე ბლოკი. ჩართე ხმა, მუსიკა. ეს ფონში ხდება ხო ირაკლი ეს ყველაფერი? ნუ შეიძლება ფონშიც და რომელიმე სხვა სპრაიტში შეიძლება. უკეთესია ფონში ალბათ. თუ მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. მე ახლა მაგალითად ბურთში დავწერე ეს. აჰა. ბურთის კოდში. გასაგებია. მოდი ჯერჯერობით ნახოთ რა გამოგვივიდა ახლა მუსიკასთან ერთად. აქ ახლა გამოჩნდება ის წარწერა. ვამში. იმიტომ იყო ხო ის წამები და ისინი ხო ირაკლი? კი, რიტმში რომ ჩარჯდეს. რა ჩამშდარიყო, გავიგე. ეხლა ჩვენ უნდა დავხატოთ ჩვენი სპრაიტი. აი ეს წარწერა რომ იყო მზად ხარ? აჰა. დავწეროთ ხო უბრალოდ. კი. აქა მივიტანოთ მაუსი ქაერჩი სპრაიტთან და ავირჩიოთ აქა მეორე სექცია, დახატვა. ფუნჯი რომ ახატიაია. აჰა. ეხლა ავირჩიოთ აქა ეს კვადრატი, მართკუთხედი. და ავირჩიოთ აი უბრალოდ თეთრი ფერი. აჰა. მე ახლა დავხატოთ ესეთი დიდი მართკუთხედი. რომ დაფაროს მთელი ფონი. აჰა. ეხლა ავირჩიოთ აქა ეს სექცია ტექსტი. ოღონდ ფერი ახლა გამოცვალოთ და მივცეთ წითელია ესეთი. კი, თვალში საცემელი. კი. და დავაწეროთ მზად ხარ და კითხვის ნიშანი. მოდით ახლა ცოტა გავადიდოთ. ეხლა ნახეთ ოღონდ. ისე უნდა დავაწყაპუნოთ ჩვენ სამ წარწერას და იქა მზადის რომ წერია. მაგის შემდეგ უნდა დაბლა ჩამოვიტანოთ. კი, ანუ enter-ს დავაჭიროთ. აჰა. აი ესე. ცოტა ახლა შუაში გადავიტანოთ აი ესე. ეხლა აქ x და y-ში მოდით 0 ჩავწეროთ. რო შუაში იყოს. კი. აჰა. აი ესე. და ეხლა მოდით კოდი დავწეროთ. გადავიდეთ მოვლენებში. და ავირჩიოთ პირველი ბლოკი, როდესაც აჭერთ მწვანე დროშას. შემდეგ გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გადადი x 0-ში და y 0-ში. შემდეგ გარეგნობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი გამოჩნდი. შემდეგ ავირჩიოთ ეს ბლოკი, დააყენე ფერი ეფექტი 0 და აქ მივცეთ ოღონდ მოჩვენება. ვაიმე, რა მოჩვენება ირაკლი? გული არ გამიხეთქო. არა. ეხლა ავირჩიოთ ეს ბლოკი, გადადი წინა შრეზე. ეს იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ ნახეთ. ეხლა აქ თუ მიუთითებდი უკანა შრეზე და ამ ბლოკს თუ გამოვიყენებდი, ჯერ ეს ბურთი გამოჩნდებოდა, ეს ჩვენ ნამდვილად არ გვინდა. არა, ჯერ გამოჩნდეს წარწერა. კი. ამიტომაც ავირჩიოთ ეს გადადი წინა შრეზე და შევაერთოთ აი აქ. შემდეგ ავირჩიოთ ეს ბლოკი. ავირჩიოთ ეს ბლოკი. დააყენე ფერი ეფექტი 0. გადავიდეთ მართვის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. იცადე 1 წამი. და აქ მიუთითოთ 7.10. ეხლა ავირჩიოთ ეს ბლოკი, გაიმეორე 10 ჯერ. და აი აქ გადავიდეთ ახლა გარეგნობაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. შეცვალე ფერი ეფექტი 25-ით. და აქ მივცეთ მოჩვენება ეფექტი 10-ით. და ისევ გადავიდეთ მოვლენებში და ავირჩიოთ ეს ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას.
შემდეგ ავირჩიოთ მართვის აქცია და ავირჩიოთ ეს ბლოკი მუდმივად. გადავიდეთ გარეგნობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. შეცვალე ფერი ეფექტი და აქ დავუწეროთ 3-ით. 3 რა არის ზიროკლე? აი ახლა ვნახავთ. აჰა. მოდით ახლა დავაჭიროთ შეინახე ახლას და ვნახოთ რა გამოგივიდა. და აი ეს ჩვენი წარწერა ფერს იცვლის. ირაკლი, აი სად იყო მითითებული რომ ფერები შეეცვალა? კიდევ ერთხელ მანახე თუ შეიძლება. აი ეს იყო ზუსტად ეს კოდი. როდესაც ავჭერ მწვანე დროშას მუდმივად შეცვალე ეფექტი, შეცვალე ფერი ეფექტი 3-ით. ეხლა ნახეთ ამ ბლოკს თუ გამოვიყენებ, ჩვენი ეს სპრაიდი იცვლის ფერს ყოველჯერზე. და აქ კიდევ მუდმივად რომ მივუთითენ. აჰა. აი ესე იცვლის უკვე. აი ასე. ვა, რა მაგარია! ირაკლი, იცი რა, აი სპორტის მოყვარულებს კი არა, აი ვისაც სპორტი არ უყვარს, იმათაც მოეწონებათ ეს თამაში. ალბათ. რა მაგარია, აუ ბურთები როგორ დაყტუნაობენ ბუს, მაგარია, ძალიან მაგარია. რა ვქნათ, აბა? დავშვიდობოთ? არა მარტო დავემშვიდობოთ, თან აი ბავშვებო, მოგწერეთ რა თქვენი შთამბეჭდილებები. მე და ირაკლი იცით როგორ გვაინტერესებს. ძალიან ხომ მართალი ვარ ირაკლი? კი. და კიდევ აი გამოიწერეთ რა ჩვენი YouTube არხი. ძალიან კარგია. აბა, კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო.